რა მოხდება თუ არ დაიძინებთ? ასევე მოგიყვებით გინესის რეკორდსმენზე, რომელმაც უძილობის რეკორდი დაამყარა. წარმოიდგინე, რამდენი დრო გვექნებოდა ცხოვრებაში, საერთოდ რომ არ დაგჭირვებოდა ძილი, თითქოს მეტი დრო დაგჭირვებოდა სამუშაოსთვის, ოჯახთან გასატარებელი მომენტებისთვის, ან გართობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ძილის გარეშე ადამიანი დიდ ხანს ვერ ძლებს. ძალიან მალე იწყება სერიოზული პრობლემები. მოდი ვნახოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა მოხდება თუ საერთოდ არ დაიძინებ? რატომ გჭირდება ძილი? ადამიანი სიცოცხლის დაახლოებით მესამედს ძილში ატარებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ძილი მხოლოდ დასვენება არ არის. ეს არის აუცილებელი პროცესი, როცა ორგანიზმი აღიდგენს ენერგიას, განამტკიცებს იმუნურ სისტემას და ამუშავებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას. როცა პატარა ხარ, მაგალითად ჩვილობის პირველ წელს, დღეში 16-17 საათი ძილი გჭირდება. ბავშვობაში დაახლოებით 12 წლამდე საჭიროა დღეში 10-13 საათი. ზრდასრულ ასაკში კი საშუალოდ 7-დან 9 საათამდე. თუ ამას მოაკლებ, ჯერ გამოვლინდება სუსტი შედეგები, მაგრამ თუ საერთოდ ამოიღებ ძილს შენი ცხოვრებიდან, შედეგი შეიძლება იყოს მძიმე, დაწყებული უკიდურესი დაღლილობით, დამეხსიერების დაკარგვით, დამთავრებული ჰალუცინაციებით, ფსიქიკური აშლილობით და ბოლოს სიკვდილითაც კი. კვლევებმა აჩვენა, რომ ძილი ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები და წყალი. უძილობის დროს ტვინი უფრო მეტ გრელინს, შიმშილის ჰორმონს გამოყოფს და ამავე დროს ლეპტინის, დამაკმაყოფილებელი ჰორმონის დონე იკლებს, რის გამოც ადამიანს ტკბილეულის და ცხიმიანი საკვების მირთმევის ძლიერი სურვილი უჩნდება.